გამარჯობა ყველას, ვინც ისმენს ამას, გამარჯობა საქართველოს. მე ვარ გიორგი თავართხილაძე, ყოფილი საჯარო მოხელე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. დღეს 9 აგვისტოს გაიმართა მსვლელობა საჯარო მოხელეებისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან პარლამენტის შენობამდე. დიდება ხელიძეს, დიდება აგვისტოს თბილისს. მსვლელობის მიზანი იყო რამდენიმე. პირველ რიგში 9 აგვისტოს პატივს მივაგებთ 17 წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ დაღუპულ ქართველ მეომრებს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის გაწირეს ყველაზე დიდი სიცოცხლე, ის რაც უკან არ ბრუნდება. ჩვენ საჯარო მოხელეები, ვინც ხმის ამოღებით ან ჩვენი ნაბიჯებით შევეწინააღმდეგეთ იმ პროპაგანდას, რომელსაც რუსული რეჟიმი საქართველოში ახორციელებს და იმ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, არ შეგვიძლია სხვაგვარად მოქცევა, იმიტომ რომ ამ ადამიანების მიერ გაღებული მსხვერპლი და სხვა ადამიანების მიერ გაღებული მსხვერპლიც, რომლებიც 200 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ და თავს არ ზოგავდნენ, არ გვაძლევს საშუალებას უკან დავიხიოთ. კიდევ ერთი მიზეზი დღევანდელი მსვლელობისა იყო ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ცალკეული განცხადებები. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ კობახიძის განცხადებაზე მეტად დღეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არავის განცხადება არ აყენებს საფრთხის წინაშე. არავის შეეძლო ახლა ისეთი დარტყმა მიეყენებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, არაღიარების პოლიტიკისთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვახორციელებთ, როგორც ეს გააკეთა კობახიძის და მისი თანაგუნდელების სხვადასხვა განცხადებებმა. პირდაპირ აჩვენებს ეს ყოველივე, რომ დღეს ტერი იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე აქამდე გვეგონა. მართალია ერთ წელზე მეტია გასული, რაც გამოვხიზდით, მაგრამ ეს არც ისე ბევრი დროა, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ 12 წლის და უფრო მეტი ხნის განმავლობაში ნაშენებ რუსულ ნარატივებს და რუსულ საქმეს ვებრძოლებ. ყველაფერი წინ არის, ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის. ის მსვლელობა, რომელიც დღეს გაიმართა, აუცილებლად გამეორდება, მანამ სანამ არ შევძლებთ უკეთესი ხერხების მოძებნას აი ამ ბრძოლაში ჩვენი სათქმელის კიდევ უფრო ცალსახად და ნათლად გამოსახატად. მეორე მიზეზი, რაც აი ამ პროტესტს ახლავს თან, არის შემდეგი. ჩვენ არ შეგვიძლია ფიზიკურად უარყოთ ის თუ რა დევს სასწორზე. სასწორზე დევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სასწორზე დევს ის, დავბრუნდებით თუ არა სოხუმში, როგორც საქართველოს მიწაზე. აი ამ ყველაფერს და საქართველოს ერთიანობას ხელს უშლის მხოლოდ რუსეთზე გაყიდული, ან რუსეთით დაშინებული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მოქმედებენ რამდენიმე მიზეზით, ჩემი აზრით. და მათ შორის არის ფული, მათ შორის არის შიში და სიმხდალე. ჩვენი ვალია, რომ აუცილებლად შევეწინააღმდეგოთ ამ ყველაფერს სიმართლით, თავგანწირვით და ჩვენ მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენ წინაპრებს, რომ ახლა ჩვენგან თავგანწირვა მოითხოვს მხოლოდ კომფორტის დათმობას, ხელფასებზე უარს ზოგჯერ ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე შეგუებას და ზოგჯერ თავისუფლების აღკვეთასაც. ეს მაშინ, როცა ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლით და სისხლით შესწირეს საქართველოს თავისუფლებას საკუთარი შესაწირავად. ამიტომ ამ ბრძოლაში მე ვფიქრობ, უფრო წარმატებულები შეგვიძლია ვიყოთ. მთავარია, რომ აი ამ უკან არ დახევას, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი ინდივიდუალურად ზოგიერთი ჯგუფები ერთობლივად ახორციელებენ, დავუმატოთ დრო და დრო უფრო მეტი ურთიერთგაგება, უფრო მეტი ორგანიზებულობა და სათანადო მომენტში გადამწყვეტი ნაბიჯების გამბედავად გადადგმა. მანამდე აუცილებლად ყველამ ჩვენს უბანში, ჩვენს სოფელში, ჩვენს სახლში მათ შორის უნდა აუხსნათ დანარჩენ ქართველებს, ვისაც არ ესმით აი ამ წინააღმდეგობის არსი, რომ საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის მხოლოდ მიწის ერთიანობა. ეს არის ქართული ღირსების და ქართული სულის დაცვის საკითხი. მამულს, ენას და სარწმუნოებას 200 წლის განმავლობაში გვილახავდნენ რუსები. ჩვენ დღეს ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, რომ ილორი თეთრად შეგვიღებეს რუსებმა. ქართველები აწამეს რუსებმა. ავტობანიდან
რამდენიმე ასეულ მეტრში დგას რუსული საოკუპაციო ჯარი და ბანერი. ჩვენ არ შეგვიძლია ვეძებოთ მტრები ზღვის გადაღმა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვეძებოთ მოკავშირეები, რომ დღეს სახლში შემოჭრილ მტერს ვებრძოლოთ მათთან ერთად, მათი დახმარებით. და არავინ რომ არ იყოს დედამიწის ზურგზე ჩვენი დამხმარე, ეს ბრძოლა მაინც უნდა გაგრძელდეს. თუმცა საბედნიეროდ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ბრძოლაში არ შევიდეთ მარტო, თუმცა კი უკვე შესულები ვართ ბრძოლაში. და მე იმედი მაქვს, რომ სათანადო მოკავშირეებთან სათანადო ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ კრემლიდან წამოსული ბრძანებებით ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაინც აღვადგენთ და საბოლოოდ ჩვენ სიცოცხლეში ძალიან მალე საქართველოსთან გავისტუმრებთ რუსეთის ინტერესების გამტარებელ ადამიანებს და სოხუმში და ცხინვალში მაღლა ამაყად ლამაზად ავაფრიალებთ საქართველოს დროშას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ერთიან თავისუფალ საქართველოს.